მე როგორც ვიცი, ამ პერიოდშივე იყო მცდელობები სეპარატიზმის წახალისების სხვადასხვა რეგიონებში, რომ პრაქტიკულად ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ შესუსტებულიყო მთავრობა, სხვადასხვა კერები იქმნებოდა. ძირითადად სეპარატიზმი იყო აფხაზეთში, კიარაზი იყო ორგანიზაცია, ლაკობა მეთაურობდა და ისინი მოითხოვდნენ აფხაზეთის გამოყოფა საქართველოდან. მაგრამ აფხაზების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა ამას. იქ აფხაზები არ იყვნენ ერთ მონოლითურად საქართველოს წინააღმდეგ. ავტონომიას ვაძლევდით აფხაზეთს და აჭარასაც. ოღონდ იმ ავტონომიას არა მე რო კომუნისტებმა მიცეს. რესპუბლიკა არ იქნებოდა. კულტურული ავტონომია იქნებოდა და თვით მოწყობაში მათი ჩვეულებები გათვალისწინებული იქნებოდა. თანახმა იყვნენ, მაგრამ აი ვისაც დამოუკიდებლობა უნდა ოღონდ რუსების დახმარებით. ისინი ეგრევე გაბოლშევიკდნენ ბჭყალებში, იმიტომ რომ ისინი იმარჯვებდნენ ბოლშევიკები რუსეთში და მანდ იყო ბრძოლა მაზნიაშვილმა ეგენი გადარეკა ზუსტად ტუაფსის მიმართულებით. და შემდეგ უკვე შემოყვნენ უკან 21-ში რუსეთის არმიას. მზვერავებად აფხაზები ყავდათ, რომლებიც ზურგში მოქმედებდნენ.